ხო, ვაჭრობაში როგორც ადრე გითხარით, არც ეიფორია ვარ და არც ემოცია ეს გამოწვეულია, რომ აი რაღაც თანხას იგებ და მე გონია ისევ ზევით წავა და არ ყიდი და მე ისევ ჩამოვარდება და ეს ემოცია იმსხვრევა. არც პანიკა არ ვარ და პანიკის დროს როცა ვარდება ადამიანი ფიქრობს აი სულ დაეცემა, გავყიდო და ასე შემდეგ. ესე იგი ეს სამივე თვისება ეიფორია, ემოცია და პანიკა გამოვრიცხოთ. ნუ რა თქმა უნდა შემდგომ როცა ოპერაცია დასრულდება ისევ შეგიძლიათ გამოხატოთ ემოციას, ყველაფერიც, მაგრამ ვაჭრობის პროცესში ეს უნდა გამორიცხოთ, ვინაიდან ჩვენი ხასიათები კი ცხელი ვართ, ცოტა კავკასიელები, მაინც ქართველები. აქ ეს არ გამოვა, ეს შვიდად უნდა შევხედოთ და ამის მრავალი მაგალითი მოვიტანე, ესეთი ზოგადი, მაგრამ ის რეალურად მოხდა. თუ გაქვთ სურვილი, რომ ეს stop loss-ი, ეს take profit, staking-ი განახორციელოთ თქვენს ვაჭრობებში, ასევე fast trading, ანუ ეს ჩქარი ოპერაციები სწრაფი წუთში, 2 წუთში ერთი, მაშინ ჯერ რჩევა არის შეისწავლოთ გრაფიკა. გრაფიკა არის ინდიკატორი, ანუ აქ ციფრები შედის, შემდეგ ეს ალგორითმი ამუშავებს და გაძლევს სურათს თუ რა ხდება იმ წამს, იმ წუთას, იმ 15 წუთს შუალედში, რაც გაძლევს საშუალებას მოახდინო პატარ-პატარა ყიდვა-გაყიდვები და ასე 3-4 დოლარი, $100-დან სწრაფად მოიგო. რისკი მაღალია, მაგრამ ასევე მაღალია ეს უნდა დათვალოთ თქვენი საპროცენტო ჩამონაჭრები, რათა ის ეკვივალენტი მინიმალური დაგრჩეს, რასაც ფიქრობ, რომ გამოიმუშავო. ეს არის მარტივი, ეს რას ითვალისწინებს, როდესაც ესეთი დიდი ნახტომებია, გვერდითი მოძრაობები, ტყუილა რო არ იყოს ფული გაჩერებული თქვენს ანგარიშზე, ხო? ანუ ვერ რისკავთ, ხო, ეხლა ვერც ყიდვას და ვერც გაყიდვას. ასე დროს პრაქტიკაში მიღებულია სწრაფი ყიდვა-გაყიდვები, ქართულად როგორც კიდე ისე დაარქვით და ცოტ-ცოტას გამომუშავება, იმ ტრენდში მუშაობა, რომელიც ეს შესაძლებელია, ბევრი აკეთებს ასე, დიდ ფულზე, პატარა ფულზე, მე ეჩვევი, მე გადადიხარ სხვა რაოდენობაზე და ეს ასე თქვათ ყოველდღიური ჯიბის ფული შეგიძლიათ გამოიმუშავოთ. მაგრამ ჯერ აუცილებელია ისწავლოთ ის გრაფიკის საკითხის გარშე ამას ვერ გააკეთებთ, გამორიცხულია. ეს არის